საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დიახ, დღეს კვირაა და განსხვავებით პარასკევისა, მე დღეს კვირაობით ვეპატიჟები ხოლმე სტუმრად არა მუსიკოსებს, მაგრამ ის ხალხი, ვინც დღეს მე სტუმრად ყავს, ასია თუ ისია, პირდაპირ კავშირში არის. არა მარტო მუსიკასთან, არამედ საერთოდ სიტყვასთან, ჩვენ საზრუნებასთან, რა თქმა უნდა, მომავალ დღესთან. დღეს მე სტუმრად ყავს საღამო მშვიდობისა, ბატონებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. პოეტები, ლიტერატორები, რეპერები და ასე შემდეგ. ზურა თველიაშვილი, შოთა იათაშვილი, ლექსენი და დათო ქართველიშვილი. გამარჯობათ. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერი ყოველთვის ისე არის, რაღაცა ეთერამდე, რაღაც უფრო ისე გახსნილები არიან ხოლმე ჩემი სტუმრები და როგორც კი გამოაცხადებ, რომ საღამო მშვიდობისა და ეთერში ვარ და რაღაც ასე შემდეგ, ყველა რატომღაც ისეთ სერიოზულ ცოტა შევიცვალე. ბადო? ცოტა შევიცვალე. ხო. თავიდან ხალხთა ხოდა დავტოვ სერიოზული ადამიანების შეხედულება. ხო. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა, მიზეზი თუ რატომაც დაგპატიჟეთ, პირველ რიგში თავისთავად გადაცემის იდეაშიც ის არის ჩადებული, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ის, რაც ხდება, როგორ ხდება, ვინ რას აკეთებს, ყველა ხელოვნების სფეროში, აბსოლუტურად ყველა ხელოვნების სფეროში და განსაკუთრებით ლიტერატურა ჩემს აზრით ცოტა არ იყოს მოკლებულია ისე ყურადღებას მედიის მხრიდან. ახლა კი იხსნება ბევრი ლიტერატურული კაფეები, ძალიან კარგი, მაგრამ კაფეა, ბიბლიოთეკაა, მაგრამ ლიტერატურას მაინც კიდევ რაღაცა ჭირდება. ტელევიზია ჭირდება, რა თქმა უნდა. ოღონ ტელევიზია სჭირდება თუ არა ლიტერატურა, ეგ კიდევ გასარკვევია. ალბათ ტელევიზიას აი, და გავარკვიო. აი, საქმე იმაშია, რომ რაღაცა ისე პრობლემებიც კი ჩდება ტელევიზიაში, იმიტომ რომ არსებობს რაღაც თანამედროვე ტერმინოლოგიები, რომლებიც მაინდამაინც ისეთი კარგად მოქნილი არ არის სიტყვაზე, ის ძველი სიტყვა და მაინდამაინც არ მიესადაგება. იქნება ეს სარეკლამო რგოლისათვის, როცა ამზადებ ტექსტს, ან დილის გამამხნევებელი გადაცემები მრავლად არის ახლა ქალაქში და მაინდამაინც და აი ლიტერატურები, ალბათ ლიტერატურები უნდა მუშაობდნენ ამაზე, არა? აქ კიდევ ერთი მომენტია, მე ასე ვიტყოდი, რომ ესე თანამედროვე ტელევიზია ძალიან სხვანაირი გახდა, მისი რიტმიკა შეიცვალა, მისი ვიზუალური მხარე შეიცვალა და ამ შემთხვევაში აი ლიტერატურა რომ ტელევიზიისათვის მისაღები და აღქმადი იყოს, რაღაცნაირი ახალი ფორმების ძიება არის საჭირო და ალბათ აი ესეთი სატელევიზიო გადაცემები, რომელიც იყო 20 წლის წინ, 30 წლის წინ, იმდენად ვერ მოქმედებს და ვერ აჩერებს ტელევიზორთან, აი ამ გადაცემასთან მაყურებელს და ახლა სწორედ რამდენიმე წუთის წინ გავიხსენეთ, სანამ ეთერში გავიდოდით, რომ 90-იანი წლების ბოლოს იყო, მე რამდენიმე მცდელობა მქონდა ჩემი ლექსების კლიპები გავაკეთე. რაღაც ისეთი უფრო სიუჟეტური ხასიათის ლექსები იყო და ჩვეულებრივი კლიპი იყო. მიყვებოდა და რაღაცნაირად მე მგონი ეს ძალიან საინტერესო იყო და შეიძლება რაღაცნაირად აი ამ ხრივაც მუშაობა, როდესაც აი ლექსი კლიპის სახით მოდის, თავისთავად ცხადია, რომ ბევრი რაღაცა იკარგება აი ის მთავარი, რაც პოეტს აქვს ჩადებული, იმიტომ რომ თვალი მაინც იტაცებს და სიტყვა ბოლომდე შეიძლება აი ვერ იყოს პირველ პლანზე, მაგრამ იმ თვალსაზრისით რომ ხო დააინტერესოს მაყურებელი დააინტერესოს კონკრეტული ავტორით ამ ხრივ შეიძლება საინტერესო იყოს აი ეს ფორმებიც და რაღაც აი ფორმებზე არის საჭირო ფიქრი. ეგ რეპია უკვე და ხო რეპა იყო ასე ვთქვათ თავისი ადგილი, მასე მოთხოვნაც არის და ყოველ შემთხვევაში ისევ ლიტერატურიდან წარმოვიდა ყველაფერი, იმიტომ რომ ბაზა მაინც უნდა იყოს ერთი რაღაცა ისეთი, რაც მე დაშენდება რა. ალბათ იდეასაც აქვს მნიშვნელობა და იდეა რო წამოვა, მე უბრალოდ ეს დროც მოიტანს თავისას ამას და შემდეგ რაღაცა სიტყვა როგორ გაჟღერდება ლექსი, როგორ ითქმება, რა სიმღერასთან იმღერებ. ჩემთვის ხა რეპი მაგალითად პოეზიის გარეშე წარმოუდგენელია. პოეზიის გარეშე ვაბჭყალებში, იმიტომ რომ თავისთავად პოეზია არის, თავისთავად ორიგინალური და განუმეორებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვაკეთებ
ჩემ პოეზიასთან მიმართებაში, აი ხო არა, ხა რეპში თუ ტექსტი არ ვარგა, ესე იგი რეპი არ ვარგა. და დაუშვათ რაღაცა გარკვეული პერიოდის უკან იყო რომ ეს დატვირთვა არ ქონდა თუნდაც რეპს. არა, სხვათა შორის ერთია უკაცრავ რომ გაწყვეტდეთ. ვიმაჩნია რომ არა მარტო რეპში კი არა, საერთოდ ნებისმიერ აი პაპსა სიმღერაშიც ტექსტი უნდა იყოს ძალიან ნორმალური. აი სხვათა შორის უკვე მე რამდენი გადაცემა, სადღაც 1-2 წელია ვაკეთებ ამ გადაცემას, ფაქტიურად ყველა სტუმარი ძირითადად უფრო ისეთი სერიოზული, ძირითადად მაინც სერიოზული სტუმრები ყავს. ყველა ამბობდა რომ აი პრობლემა არის ტექსტი. ტექსტი გესმის სულ ერთი და იგივე თოვლი, წვიმა, რაღაც მიტოვებული აუცილებლად ბიჭი, ხო ეს რაღაც ის ახალი დინებები გვაქვს, ან გინება უნდა იყოს, ну იყო ესეთ ერთი პერიოდი იყო რაღაც ძალიან მრავლად ესეთ ქართულ ისე ერთ რაღაცას ვიტყოდი, თოვსა და წვიმასაც გააჩნია, იმიტომ რომ ოთარ ჭილაძის ლექსები რომ ვიკითხოთ, იქ რაღაც თუ თოვლი და წვიმაა, მაგრამ აი იყოს აი ესეთი ლექსები, იყოს თოვლი და წვიმა, მაგრამ ჭილაძესავით. მე მგონი თავარი პრობლემა ის არის ახლა რომ აი მუსიკაზე, ჩემი აზრით რა თქმა უნდა, ის არის რომ უკვე სანამ სიმღერას ჩაწერენ და ტექსტს უკვე ფიქრობენ ეს რა მოგებას მოიტანს და ფულზე ფიქრობენ უკვე და ეს როგორ დატრიალდება და რაღაცა და თვითონ ამ კონკრეტულ რაღაცაზე ხა რუსული ესტრადა არ არის ამაყო ესტრადა ჩემი აზრით საერთოდ, მაგრამ ტექსტი არის თითქმის ყოველთვის ხარისხიანი რა. აი ტექსტი არის ხარისხიანი. ეთყობა იციან ვის უნდა შეუკვეცონ და მეტი არაფერი. ხა თოლზე და ქარზე მართლა შეიძლება მშვენიერი ლექსი დაწერო. პირველი ეტაპი მე იყო და პირველია ეს ჩასაჭიდი რომ აი რა სიტყვი რა ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. მე მაგალითად იმას რასაც მე ვაკეთებ ხო ამ შემთხვევაში რეპს. აი მე ვფიქრობ რა შეიძლება სუბიექტური აზრია ჩემი შეიძლება კი რა ესია მე ვფიქრობ და ვინც არ ფიქრობს ეს იმათ შეუძლია თქვა აი რა სიტყვი და მე როგორი თქვი რა იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რა სიტყვი და აი როცა უკვე წინასწარ სხვა მიზანი აქვს ამას აი როგორც თქვა რომ იქ რაღაც ფულს ხედავ აი ამ შემთხვევაში უკვე უფასურდება ეს და ხდება უკვე იმის ანუ შენ პრინციპებს ბოლომდე იცავ ხო როგორ უნდა იყოს ლექსი რეპია თუ ისა მაგ აი ხო გააჩნია არტ პროდიუსერთან არა გაქვს აი ამასთან დაკავშირებით რაღაც ну გაურკვევლობები თუ არა არანაირი აქ გაურკვეველ არაფერს არა ხშირად არის ხო ისე ლიტერატურის პროდიუსერები რო არ ყავს არა შეიძლება იმას რომ ლექსი მოეწონოს იმისათვის რომ მე რაღაც რომელიღაც სიმღერაზე ვიმღერო, მაგრამ ის ლექსი იმდენად კარგი იყო, ჩემთვის როგორც თავისთავად ლექსი, ანუ როგორც ლექსის ღირებულების მატარებელი. არა, მე მგონი ძალიან რაზე არის ლაპარაკი ჩემი აზრით და უბრალოდ ძალიან სწორ რაღაცაზე. რო აქ არ აქვს, მე შეიძლება სერიალი დავწერო, ხვდები, მაგაზე არ არის და რაღაცა თავის ჰეპი-ენდებით და რაღაცა დავწერო, მაგრამ ამას უნდა კონდეს ელემენტარული ხარისხი. როცა რითმავ რაღაცას უნდა იცოდე რითმა რა. ხო რა, ბალახით ალახია ხვდები, თორე ის თავლი და ქარი არ არის ცუდი რა თავის. დავით, შენ თუ წერ ლექსი? არა, მე. არა. აი ზურა წერს. აი ზურა წერ, ზურა არა მარტო წერს, კიდევაც. რაც შეეხება ისევ და ისევ რეპს. თავისთავად ხადია ნებისმიერი ჟანრი ახლა ჩვენ მოგწონს უფრო რეპი თუ როკ-ენ-როლი თუ ბლუზი სხვა ასე ვთქვათ მიმდინარეობა ნებისმიერი ჯაზ როკ არის აი თემას რაც შეეხება შეიძლება ამ თემას უფრო მეტად ფრთხილად უნდა მოვეპყროთ, უფრო მეტად დაკვირვებულად რომ არ მოხდეს რაღაცა იდეების პროფანიზაცია. იმიტომ რომ შეიძლება ესეთი საინტერესო თემა იყოს აქ და ისეთი ასე ვთქვათ აქტუალური რამ იყოს ამ ტექსტში, ცდილობ ამის გადმოცემის და აი ამის გადმოცემა თუ არ ხდება აი იმ ენერგეტიკით, იმ გათვლით რომ ეს მივა მსმენელამდე და ის იმუშავებს ისე რომ ვთქვათ რაღაცა მოხდება, რაღაცა პოზიტიური მის აზროვნებაში, ეს ხელოვნებამ პირველ რიგში მე მგონი იმისთვის არის რომ ცნობიერება შეიცვალოს პოზიტიური გახდეს და საინტერესო და რაღაცა ცვლილება მოხდეს, ხო? მგონი ძირითადად შეიძლება ეს არის. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო რა, ნებისმიერი ხელოვანისთვის, არა მარტო როკერისთვის, რეპერისთვის. არა, პროფესიონალიზმი ამას ქვია, რომ უნდა იცოდეს როგორ უნდა გააჟღერდა, რა მიმართულებით უნდა თქვა რა და ანუ რომ არ დაამახინოს იმან არც ლექსი, არც სათქმელი, არც შინაარსი და არც ის ფორმა, რა ფორმაშიც ეს უნდა ჩასვა. ანუ პასუხისმგებლობა მთლიანად შემსრულებელზე, ანუ მომწოდებელზე. და აი იმის შემდეგ ახლა ბევრი რამე შეიცვალა ჩვენ ქვეყანაში, აი მწერალთა კავშირშიც რაღაცები შეიცვალა, ვიცი, რაღაც ახალი
დინებაც არის და აი მაინც ისე ორი ჩვენ წელთა კავშირის წევრები არა ვართ, იყო 90-იანი წლების დასაწყისში მე შემომთავაზეს მაგალითად, მაგრამ მაშინ უკვე იმდენად რაღაც რეაქციული იყო ეს ორგანო, რომ მასთან თანამშრომლობის არავითარი სურვილი არ ქონდა და თან იმ დროს უკვე დაიწყო პარალელური პროცესები. ჟურნალი, ესა გაზეთი ესა რუბიკონი გამოდიოდა, მესამე გზა გამოდიოდა, მე უკვე წამოვიდა არილი, ალტერნატივა, სხვა გაზეთები და ესე იგი შეიქმნა ეს პარალელური ლიტერატურული სივრცე, პარალელური კი არა, შეიძლება ესე მეინსტრიმიც დავარქვათ. მე მგონი საერთოდ არის წელთან კავშირზე უკვე ლაპარაკი. ხო, ну ძირითადი რაც ხდება, პრინციპში აი მის გარეთ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა იქ კარგი მწერლები არ არიან, მაგრამ ну ცოტა ბანალური საუბარი გამოვა, მე მგონი ამაზე უფრო მე მგონი საინტერესო იქნება იმაზე ვილაპარაკოთ, აი ბოლო პერიოდში რა მოხდა საინტერესო და აი რა გარღვევები მოხდა და აი ეს გარღვევები პრინციპში შეიძლება აი ესეთნაირად დავახარისხოთ, რომ არის ესე იგი როდესაც რაღაცა ესთეტიკაში ხდება რაღაცა ახლის მოძიება და მეორეა, როდესაც თუნდაც პერესტროიკის შემდეგ ესე იგი თავისთავად როდესაც ახალი ლიტერატურა შემოვიდა, ძალიან ბევრი ახალი რაღაც ავტორი შემოვიდა ჩვენ ცნობიერებაში და ეს სივრცე გაიშალა, უკვე იდეოლოგიური თვალსაზრისით ხდება აი ეს გარღვევები, როდესაც მწერალი ხდება, რომ შეიძლება იფიქროს, იაზრონოს, ადრე ეგონა რომ აი აქამდე შეეძლო იაზრონა და მე ხდება რომ კიდე უფრო იქეთ შეიძლება და აი ეს სივრცე როდესაც იშლება, მენტალური სივრცე როდესაც იშლება, მაგრამ აი მენტალური სივრცის გაშლას შესატყვისი ესე იგი ესთეტიკა ჭირდება და აი ამის მოძიება ახლა აი ეს პრობლემა ჩნდება სულ მუდამ, როდესაც ესე იგი ახალი მენტალური სივრცეა, მაგრამ აი ის ესთეტიკა არ არის მოძიებული. ან შეიძლება რაღაც ესთეტიკაა მოძიებული, მაგრამ რისთვის? აი ეს თვითონ იდეა არ ჩანს ხოლმე. და ესე იგი მწერლის აი ყველაზე ესეთი სწორი და ყველაზე ზუსტი ნაწარმოებები არის ის, როდესაც აი ეს თანხმდენა ხდება. ხო. რომ აი ეს გაჩნდა აშკარად ამ პერიოდში მოთხოვნილება უფრო არტისტული მიდგომის. ესე იგი აქ არ არის ვთქვათ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ აი ეს პოეტია და მას არ შეუძლია შეიძლება პარალელურად კარგი მომღერალიც გამოდგეს საინტერესო თავისებურად რაღაც სიახლის შემოიტანოს ან შეუძლია გახდეს ვთქვათ პერფორმერი, აქციონერი. აქციონისტი აქციონერი სამწუხაროდ არა. ეგეც შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ ალბათ. ხო, ეს ცალკე თემაა, ამას დაუბრუნდებით აუცილებლად. და ზუსტად აი ეს გარღვევა მოხდა, იმიტომ რომ ეს არტისტები, პოეტები გამოვიდნენ გარეთ. ფაქტიურად ეს სივრცეები შეიცვალა, ეს აკადემიური სივრცეები, სალონური სივრცეები შეიცვალა ქუჩებით, შეიცვალა გასტრონომებით, შეიცვალა ბარებით, შეიცვალა დისკოტეკებით და აქ ხდებოდა ეს ივენტები, ეს პერფორმები და აი ესეთი აქციონისტური საინტერესო მოძრაობა დაიწყო და მე რაღაცა პერიოდის შემდეგ რაც ახლა მე არ მინდა ისევ და ისევ რა ეს იმ თაობას უკავშირდება თუ ამ თაობას ეს ყველამ კარგად იცის ყველამ საკუთარი ასე ვთქვათ გუშინ ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას, ახლა ჩვენ პატარა დიხარი გვაქვს გადაცემაში. ამერიკულ ჩარტში, რომელსაც ჟურნალი ბილბორდი ატარებს, საუკეთესო ალბომების ასეულში მე-10 ადგილზე ჯოშ გრობანი და მისი Closer-ი გავიდნენ. უკვე მე-19 კვირაა, რაც პოპისა და კლასიკის შემსრულებელი მუსიკოსი ამერიკელთა ინტერესის ობიექტია. ჯოშ გრობანს ქართველი მსმენელი ნაკლებად იცნობს. ამერიკელები მისი შემოქმედებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ცნობილ პროდიუსერთან, დეივიდ ფოსტერთან დაიწყო თანამშრომლობა. ალბომი Closer მან 2003 წელს გამოუშვა და ბილბორდის პირველ საფეხურზეც იყო დაფიქსირებული.
სიმპათიური გარეგნობის 5 ამერიკელი ახალგაზრდა ამჯერად მე-9 ადგილს დასჯერდა. ჯგუფი Maroon 5 და მათი ალბომი Songs About Jane მე-7 ადგილიდან მე-9-ზე ჩამოქვეითდა. თავდაპირველად ჯგუფი ალტერნატიულ როკს უკრავდა. ნელ-ნელა კი მათ მუსიკას ფოლკლორისა და R&B-ის ელემენტებით შეემატა. მეორე ადგილიდან მე-8-ზე ჩამოვიდა P.D.D.-ის სტუდიაში ჩაწერილი საუკეთესო ჰიტების კრებული Bad Boys 10th Anniversary. გასულ კვირას გამოსული დისკის გაყიდვის მაჩვენებლები ამ კვირაში საგრძნობლად დაეცა. ნახოთ რა იქნება შემდეგ კვირას. სამაგიეროდ აქტიურად იყიდება Kenny Chesney-ის ალბომი სახელწოდებით When the Sun Goes Down. Cowboys იმიჯმა და country მუსიკამ უკვე მე-7 კვირაა, რაც ამერიკელების ყურადღება მიიქცია. ართმოს პოზიციებს რევერ Kanye West-ის ალბომი The Couch Dropout. უკვე მეორე კვირაა, რაც ალბომი სტაბილურად იყიდება და სტაბილურ მე-6 ადგილს ინარჩუნებს. ამერიკულ ჩარტს კიდევ ერთი ახალი წევრი ყავს. ჯგუფი Godsmack ამერიკული როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. გამოსვლისთანავე ალბომი The Other Side მე-5 ადგილზე დამკვიდრდა და ალბათ ნელ-ნელა უფრო წინ წავა. ამერიკული სერიალების პოპულარული სახის ჯესიკა სიმპსონის ალბომი In the Skin ჯერ კიდევ პოპულარულია ამერიკაში. ამჯერად ტეხასელი მომღერალი მე-4 პოზიციას დასჯერდა. 55 კვირა ამერიკაში სტაბილურად იყიდება ჯგუფ Evanescence-ის ალბომი Fallen. როკ ჯგუფი, რომელსაც ხშირად Linkin Park-სა და Tori Amos შორის დგომს უწოდებენ, ამჯერად მე-3 პოზიციაზე დგას. ამერიკულ რეპ კულტურას ახალი ვარსკვლავი ეზრდება და მისი სახელია Cassidy. მან თავისი პირველი სინგლით სასტუმრო ბევრი ადამიანია ალაპარაკა, ხოლო სადებიუტო ნამუშევარი პიროვნების გაორება გამოსვლისთანავე Billboard-ის ჩარტის მეორე ადგილზე მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ Norah Jones-ი თავს არ თვლის კომერციულ მომღერლად, მისი ალბომი Feels Like Home ძალიან კარგად იყიდება ამერიკაში. უკვე მე-6 კვირაა, რაც ვოკალისტი და პიანისტი საპრიზო პირველ ადგილზე მყარადაა დაფიქსირებული. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ალბათ აი ყოველ შემთხვევაში დასავლეთ შემსრულებლებს როცა უსმენ, როცა გივარდება მათი აუცილებლად ალბომს, ხშირად მოყვება ტექსტები, კითხულობ, ეგ არაჩვეულებრივად, ძირითადად მაინც ტექსტზე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დაწოლა არის. და ეს დაწოლა, ხშირად ახტოვანებაში მოყევხარ, იქნება ეს Tom Waits-ის, Nick Cave-ის თუ აი Dorsey-მა, მე მაგალითად პირადად მაჩუკა საოცარი სამყარო William Blake-ის და ასე შემდეგ. აი ჩვენთან სამწუხაროდ რაღაც არ ვიცი ეს შეიძლება მეჩვენება, მაგრამ აი ტრადიციულად თითქოს ტექსტი ყოველთვის მეორე ხარისხოვანი იყო. თუ შეიძლება მეჩვენება. ტექსტზე და საერთოდ მუსიკაზე მე მაქვს ჩემი აზრი რა. რატო არის ხო მაინც ინგლისში ძალიან ძლიერი ეს თანამედროვე მუსიკა და რატო არის საერთოდ ბანდა ხო? მე ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მოკლე ჭკუით არ ვიცი არც ერთი დიდი ინგლისელი კლასიკოსი კომპოზიტორი რა უბრალოდ რა ახლა როცა ავსტრიელი ხარ და უკვე ჭიქაზეც კონცერტი ხატია და თერფშეც და იქ რო როკი აკეთო ცოტა გიჭირს რა უკვე ბავშვობიდან ხარ დაძრგუნული ამით რა და ინგლისელებს ჰქონდათ აბსოლუტურად სარემი სივრცე ხარ იმას კი არ მომბ რო კლასიკური მუსიკა არ ჰქონდათ საერთოდ ჰქონდათ რა თქმა უნდა მაგრამ ახლა ავსტრიულთან და გერმანულთან შედარებით არ ჰქონდათ მე მგონი ფალიაშვილის და პუჩინის კომპოზიტორიც არ ყავთ რა ისე თორე გამოაჩენდნენ რა და დაუნდენა აქედან ჰქონდათ ძალიან სივრცე და აქედან შექმნეს ეს მუსიკა და უკვე იქ ტექსტის დაჯენაც აღარ არის რთული როცა აი აქ რო იყოს კარგი ესტრადა ხო? ალბათ ახლა მთლად მაინც ამაზე არ არის დამოკიდებული. ისევე აი დაუბრუნდეთ რუსულ ესტრადას. ახლა შეიძლება მთლიანად რუსული ესტრადა არ გამოირჩევა საინტერესო ტექსტებით, მაგრამ არაჩვეულებრივი სიტყვაზე მუსიკოსები, რომლებსაც დღემდე ვერ გაგვირკვევია და თვითონაც ვერ არკვევენ. იგივე ბორის გრებენშიკოვი, უფრო პოეტი ვარო თუ მუსიკოსი ვარო,
პრინციპში რაღაც საერთო მარტო საყვარელი მუსიკოსია სხვადასხვა. ბატონო? ჩემი საყვარელი მუსიკოსია. და ლექსები აქ არაჩვეულებრივი. 20 წელია გრებენშიკოვს. კი ბატონო. საინტერესო და კლასიკური მუსიკა რუსებს საკმაოდ ისეთი კარგი. იგივე არ დაგვავიწყდეს რომ ანდრეი კურიოხინი იყო ჩვენი ბორის ბეგეს ძალიან ისეთი ახლო მეგობარი და საკმაოდ საინტერესო ერთობლივი პროექტებიც აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი არის თუ გახსოვთ ალბათ პოპ მექანიკა. ეს უკვე ცილდება ახლა როკ კულტურასაც და სხვა ესე ვთქვათ პოპულარულ მუსიკას. ის უფრო გადადის ავანგარდული მუსიკის ვთქვათ ხარისხში, უფრო ამ ნიშაში. და ნუ ეს საკმაოდ ხო, ახლა თქვი ძალიან საინტერესო რაღაცა იმ ხრივ რომ ჩვენთან რო იყოს დაუშვათ გრებენშიკოვის ტიპის მუსიკოსი, იტყოდ მე რომ ის ალტერნატივში კიაო რა. ხტობე? ჩვენთან ალტერნატიულობა არ არის, აი რაღაცა ჟანრული და სტილისტიკური რაღაცა კი არ არის. ჩვენთან არის ხარისხის მაჩვენებელი რა. ვით კარგს ვით უკრავს, ყველა არის ალტერნატივში კი. დაახლოებით ესეა რა, უბრალოდ ეს ალტერნატივშიკებიც ძალიან ცოტაა სამწუხაროდ რა. არა მე იმედი მაქვს რომ რაც შენახეთ ახლა შენ მქონდა საუბარი იმაზე რომ ვთქვათ რაც შეეხებოდა იქ ვიმახსენდეთ ჩვენ დიდი კლასიკოს მოცარტი და მაგრამ ახლა ერთი რამიც არ დავიწყოთ და მე მგონი მამუკა დამეთანხმება იმიტომ რომ კარგად ისნობს ამ სფეროს გერმანელებს თუ მიმართავს ჩვენზერას სტოკჰაუზენი, კენი, ნუ სტივ რაიხი აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რომელი სტივ რაიხი უფრო ამერიკელია ხო. მაგრამ მათი ასე ვთქვათ უკიდურესობა თანამედროვე მუსიკის და თანამედროვე კულტურების მიმართ აი ესეთი ფორმით გამოვლინდა. თუ ისინი არ შეძდნენ როგორ მე ელემენტარულად თქვი რომ უბრალოდ ეხა რო იყოს როკ მუსიკის ცენტრი ვენა და ავსტრია ჩემთვის წარმოუდგენელია რა. ნუ თავის დროზე შეიძლება კი არა ვენამ თავის საქმეს გააკეთა, მაგრამ აი დღესდღეობით აი ჯგუფი ელემენტარულად ჯგუფი რამშტაინი ხა რასაც უყურებ ჩვენთვის ნუ ახლა ცეცხლებია შოუა კი არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს საოცრად ჰუმანური ჯგუფია. ახლა ვისაც კარგად ესმის გერმანული ან საერთოდ ესმის ეს საოცრად ჰუმანური ჯგუფია და მის ტექსტებში მის არშია ძალიან ბევრი ჩადებული ესენი. ბატონო? ვერ გავიგე. დედაზეც მღერის რაღაც სიმღერა. დედაზეც მღერის ერთ სიმღერას. სიმღერები დედაზე, მაგალითად აქ რამშტაინს. ისე დაახსენე ბორისოვი იყო საუბარი. კი, არა, ეს თუ ყველაფერი ხდება იქ და იქ ხდება. აი ჩვენთან მაინც არ ხდება და თან რა კი ხდება ძალიან წირია. არა, მე ის თქმა თან ეს არ არის ესეთი თანხვედრა, ასეთი ვთქვათ იშვიათია, შეიძლება ესეთი ტიპის მუსიკოსები რო გამოყოთ, როგორც ვთქვათ ირაკლი ჩარკვიანი, ამავე დროს ვთქვათ Velvet Underground-ის სოლისტი ლიდერი გავიხსენოთ ლურიდი და იგივე Nick Cave-ი შენახსენეთ ეგანაც ესენი ერთდროულად პოეტებიც არიან და მუსიკოსებიც და ამიტომ მათ ტექსტთან კარგად აქვთ საქმე და თუ ჩვენ საუბრობდით წინას არა მოწესრიგე როგორი მომენტია იცი რომ ირაკლი ჩარკვიანს არ ჭირდება პოეტია და თვითონ დაწერს თავისი ესა სიმღერისთვის ესა ტექსტს მაგრამ მე არ ვიცი ჩემს ირგვლივ ახლა პოეტებს ვიცნობ ვინც არის ახლა ახალი თაობის მეტნაკლებად 90-იანი წლებიდან და ვისაც რაღაცა ღირებული შეუქმნია არავისგან მე არ გამიგია რომ ვინმე მუსიკოსი მისულიყოს და ეთხოვოს თანამშრომლობა მართლა არა თავისთავად ეგრეა ერთადერთი გამონაკლისია გიგამიკაბერძე არ მეუნება არავის ტექსტებს ადებს რა თავის სიმღერებს და ხშირად გიგამიკაბერძე ადებს ნახცოს ტექსტებს ადებს კი ხო შეიძლება ესეთი რაღაცა გამონაკლისი მონახო მაგრამ ძირითადად ხო აი ესეთი რაღაცა არ არის და ხო და საქმეც მაგაშია ირაკლი ჩარკვიანი ეთქობ იბადო შეთავზია ეს დავამატებდი მაშინ ეს უნარი რა იმიტომ რომ ახლა ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა შინაგანი თვისება უნდა იყოს აი რა თვით შეგნება რა და ეხლა მე ისე არ მინდა გავამინდეს მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ეს და არც ისაა დასაძრახი და სირცხვილი რომ არ ქონდეს ტექსტის წერის უნარი შეიძლება მაგარი კომპოზიტორი იყო რაღაც მაგარი მუსიკა არც არავის არ აქვს ტექსტის წერის უნარი
საერთოდ არ არის. იმიტომ რომ ძირითადად ისინი უკვეთავენ. და დაახლოებით ეს $50 ჩდება. აი ეს ესე თურმე სამუშაოზე. შემოგვებელი ამ დამკვეთე. ხო, აი დაგვეთებ ძირითადად თქვენ თანახმად თუ ხართ. მე გადაცემაში გათვალისწინებული გვაქვს რომ ჩვენი სტუმრები ყოველ შემთხვევაში სამი მათგანი ვინც ლირიკას ასე ვთქვათ უფრო ეუფლება და წერს საგვიკითხავს კიდევაც დათო ამ შემთხვევაში პროზაიკოსია და დაუბრუნდ ჩემთან ერთად და აი ჩვენ ახლა გვექნება კიდევ ერთი პატარა ტიხარი გადაცემაში და შემდეგ მინდა ვისაუბრო საერთოდ აი როგორც მუსიკაში არსებობს ხო სხვადასხვა მიმდინარეობები, სტილი და ასე შემდეგ ჟანრები. აი თუ არსებობს ეგ პოეზიაში. ამიტომ ყველაფერი ეგ ტიხარის შემდეგ. ბრიტანულ ჩარტში მე-10 ადგილზე ქართველი მსმენელისთვის უცნობი მომღერალი ჯემი ქალამი გავიდა. ეს მომღერლის მეორე ალბომია და ისევე როგორც პირველ დისკში, მასშიც ტრადიციული ჯაზური სიმღერები და თავად ქალამის მიერ დაწერილი კომპოზიციები შედის. ალბომმა 20 something გასულ კვირასთან შედარებით 6 საფეხურით დაბლა ჩამოინაცვლა. მე-9 ადგილზეა დაფიქსირებული 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტების შემქმნელის, ლაიონელ რიჩის ალბომი Just for You. ეს 2001 წლის შემდეგ მომღერლის პირველი სრულფასოვანი სტუდიური ალბომია. დისკში 15 სიმღერაა შესული. გასულ კვირას ალბომი მე-5 საფეხურზე იყო. ნახოთ რა იქნება მომავალში. ბარი მენილოუს მიერ გაყიდული დისკების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. ბარი მენილოუს მიერ 1984 წელს გამოშვებული ალბომი Paradise Cafe მსოფლიო ბესტსელერი გახდა. საუკეთესო სიმღერების კრებული Ultimate Manilow კი დიდ ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩარტში საპატიო მერვე ადგილს იჭერს. მე-7 ადგილზეა Will Young-ის ალბომი Friday's Child. ბრიტანელი მომღერალი იმით გახდა ცნობილი, რომ 2002 წელს ტელეშოუში Pop Idol გაიმარჯვა. მალე მისი სადებიუტო სინგლი Everything is Possible დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა. ალბომი Friday's Child Young-მა გასული წლის ბოლოს გამოსცა. ბრიტანულ ჩარტში მე-6 ადგილს 80-იანი წლების ცნობილი ირლანდიელი მომღერლის დენიელ ოდონელის ალბომი The Jukebox CRC იკავებს და მასში მუსიკოსის საუკეთესო სიმღერები შედის. დენიელ ოდონელს იცნობენ როგორც დენიელ ბოსკოს, თუმცა ეს სახელები ქართველი მსმენელისთვის არც ისე კარგადაა ცნობილი. Nora Jones-ის ალბომი Feels Like Home ერთნაირად პოპულარულია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ნისლიან ალბიონზე რავი შანკარის ქალიშვილის ალბომი გამოსვლისთანავე მოხვდა ჩარტის სათავეში. ამჟამად კი მე-5 პოზიციაზე დგას. It's just the nearness of you. ბრიტანული ჩარტის მე-4 საფეხურზე ისევ გამოჩნდა 50-იანი წლების ცნობილი ჰიტების შემსრულებელი Engelbert Humperdinck. მისი საუკეთესო სიმღერების კრებული გასულ კვირას მე-7 ადგილზე იყო. ახლა კი მე-4 საფეხურზე დაფიქსირდა. 2004 წლის ბრიტანულ შოუ-ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ქართველი მომღერალი ქეთი მელუაა. მისი ალბომი Call of the Search რამდენიმე კვირის განმავლობაში ართმობდა საპრიზო პირველ ადგილს. ამჯერად ჩვენი თანამემამულე მე-3 ადგილს დასჯერდა. Guns N' Roses ჯერ კიდევ 1999 წელს დაპირდა თავის ფანებს ახალ ალბომს, თუმცა ეს პირობა დღემდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ ხმისჩამწერმა კომპანია Universal-მა, რომელსაც ჯგუფის სიმღერების საავტორო უფლებები ეკუთვნის, Guns N' Roses-ის საუკეთესო სიმღერების კრებული გამოსცა. მართალია კომპანიის ამ გადაწყვეტილებას ჯგუფის წევრები აპროტესტებენ და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ სიმღერები მოძოლებულია, მაგრამ ბრიტანელები მათ აზრს არ იზიარებენ. ალბომი Greatest Hits ბრიტანეთში დიდი წარმატებით იყიდება და ჰიტ-აღლუმში მეორე პოზიციას იკავებს.
Patience ჯორჯ მაიკლის პირველი ალბომია ბოლო 8 წლის განმავლობაში, რომელიც ევროპული ჰიტაღლუმის სათავეში მოექცა. ეს დისკი გაყიდვაში 15 მარტს გამოვიდა და სპეციალისტების აზრით სულ მალე დიდ ბრიტანეთში ბესტსელერად იქცევა. ისინი თვლიან, რომ ალბომში სწორედ ის მუსიკა, რომელსაც მომღერალი საუკეთესო წლებში იქნებდა. უცნაურო გაუცხოება შემოვა რა ეს აშუაში ეს ხალხი რა ეთერშია ჩვენ არაჩვეულებრივი იყო ჩვენი უბრალოდ ზურამ აი ესეთი იდეა მოგვაწოდა რომ აი სხვა დროსაც რო გეყოლება სტუმრები ჩვენ სადმე აქ მოვკალათდებით და ჭადრაკს ვთამაშობთ ავას დავლეთ ეს ყველაფერი ჩემ ხარჯზე ხო კარგი ნუ ასიზალა ჩვენზე არა სპონსორის ხარჯზე აგერ ლექსებს რო დაუწერენ მომღერლებს იქიდან და სპონსორები შეგეროს და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ალბათ არა დაბეჭდვის მე ამის გაყიდვის და ასე შემდეგ ნუ არ შეიძლება ამაზე საერთოდ არ ვილაპარაკო საერთოდ არ ვილაპარაკო მაშინ ვიწყებ რა ეგ ყველაფერი არის ალბათ სხვანაირად უნდა დაგვეს საკითხი რამდენად ესე ვთქვათ მატერიალური თვალსაზრისით ეს ეთყობა ჩვენ ჯიბეს ჩვენ ასე ვთქვათ სოციალურ პირობებს აუმჯობესებს საკმაოდ სარფიანი საქმე აღმოჩნდა ალბათ ლექსენის დაგვეთანხმება შენ როგორ ფიქრობ აი ყოველ შემთხვევაში ის ენერგია ის სიყვარული ის მთელი შენი პოეზია ну ის უყოლაფერი რაც შენ ჩადე არ ვიცი ახლა თანხები რამდენად ჩადე ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეულ მოგებაზეც ალბათ ფიქრობდი ხო ფინანსურად უახდინოთ რომ გიპასუხო მაგა ხო ზოგჯერ ეს დახარჯული თანხა აღემატება ამონაღებს გესმის და ნუ ცოტა სხვანაირად ხდება მაინც იმიტომ რომ საქართველოს რა ვიცი მე ხა ცოტა პარადოქსული ქვეყანაა და ვიცი რომ შენ საკმაოდ ასე ვთქვათ არა კი რა თქმა უნდა მე დამიფასდა მე ვატყობაში გადავთ რომ დამიფასდა ეს მადლობელი ვარ იმ ხალხის ყველას ვინც დაინახა ეს და ეს დააფასა და მიიღო რა ყველა მიმართ მაგრამ აშკარად ხო რა თქმა უნდა ხო ვატყობ კიდევაც რა ცოტა რთულადაც არის საქმე და ძალიან სულ ეს გზის გაწვალებით და რაღაცა ასეთი სირთულეებით მოხდა რა რომ იქ იმასთვის მეტი შემოსული იყო ის ნაკლები ყოფილიყო დაუშვათ ხარჯი და აი საერთოდ თუნდაც იგივე ხა ის კრებულიც რო გააკეთო გამოცე ხა ფანტასტიკურად იციან ყველა მაი აქ მშტომებმაც რომ თუნ მაინც დაკავშირებულია რა მატერიალურ კრიზისთან აი ბოლო პერიოდში ხო დააკვირდეს ადამიანი საკმაოდ ბევრი პოეტური კრებული გამოდის საქართველოში და შეიძლება იფიქროს ადამიანმა რომ არავითარი პრობლემა არ არის და პოეტები გამოსცემენ კრებულებს და ბევრი კერძო გამომცემლობაცაა, მაგრამ საქმე რაშია, რომ ეს კერძო გამომცემლობები მაინც პოეზიას არ წყალობენ და ის პოეტები თავიანთი ქესატი ჯიბიდან იღებენ ხოლმე რაღაცა ბოლო კაპიკებს და საკუთარი რაღაცა ესეთი შესაძლებლობებით ხო აი ეგ არის და შეიძლება სხვანაირი საბჭოება შეიქმნას რომ აგერ წყალობენ პოეზიას და გამოდის კრებულები და არაფერი პრობლემა არ არის და აი ესეთი წოწონა ხალხია პოეტი აი მაგალითად ჩვენთან იმდენად აი სხვაგვარია ყველაფერი რომ თვითონ აი მსმენელია თუ მკითხველი ხო რაც გარკვეულად ეძებს კარგს რა ეხლა მე სვანაირად ამ აი სხვა კუთხით თუ მე მიხვდები ალბათ მიხვდებით რომ აი კარგს ეძებს შეიძლება იმან რაღაცა ამოირჩიოს აი იგივე კრებული რა ვიღაცა პოეტი აღმოჩნდეს უბრალოდ დაწეროს რაღაცა ისეთი ლექსი რაღაც კარგი რითმა იყოს ნუ წმინდა პოეტური მიდგომით ვამბობ რა და იმან კრებულიც გამოსცეს მე გარკვეულად რეკლამა აუცილებელია იმის რეკლამაც გაკეთდეს და იმდენი ტირაჟით გაიყიდოს რომ ყველას გაუკვირდეს ეგ მართალია რა რაღაც ამ ქართული ძალიან მართალია მარტო არა პოეზიაზე არამედ პროზაზე და ყველაფერზე აბსოლუტურად ესე იქნება თუ რა იქნება ეს აღარ არის 60-იანი წლები და მით უმეტეს მე-19 საუკუნე აღარ არის რომ წიგნი რაღაცა ერთადერთი თითქმის რაღაცა იყო და მით უმეტეს ბოლო იყო 60-იანი წლები რომ წიგნის კულტი იყო და რაღაცა ამას მნიშვნელობა გქონდა და ეს ესეთი მოსმენელი ფორმულა რა ვინ გაასწრებს აი ესეთი მეთოდი ეს მესიჯი არის რა თქმა უნდა საკმაოდ ესეთი ძლიერი აი მოდანილის გაკ ეს რა არის რა მოიდანე დღეს რასაც რეპავ თუ ეს რეპთან არ არის მაინც არა ეს მაშინ შენგან დავიწყოთ მოდი დავიკითხოთ ხო თუ კი ბატონო ნუ ხო მე ეს არის ის აბსოლუტურად ხელშეუხებელი რაც ზოგიერთი ფრაზა აღღრებულია სიმღერებშიც მაგრამ
წმინდა ლექსის სახით რაც არის. რა ნუ ეხლა რამდენად კარგად წავიკითხავ ეს თქვენთვით და ცოტა წავიკითხავ, იმიტომ რომ ზეპირად შეთო ვერ წაიკითხავ. ცოტა რთულია ხო არა, თავისუფლად წაკითხო და მე მაშინ დავიწყო ეს კლასიკოსები ვახსენით და კლასიკოსებით დავიწყეთ მე რაღაც ლექსი. ან ლექსი მაქვს ესეთ დაწერილი და იმას წავიკითხავ მაგალითად აი თვალზე ცრემლი როცა ამდის მე ხმამესმის მოცარტის ერთი ლექსით მე მთხოვეს ვეთხოვები ბეთჰოვენს გადაღლილი სახისგან დღეს ვისვენებ ბახისგან იყო ჩემი მშობელი სევდიანი დუმილი იყო ერთი შოპენი მყავდა ერთი კუმირი მჯერა ჩემი გუმანი ციკლს ვერ დაუბერდი პაგანინი შუმანი დღეს შორს არის შუბერტი ფერი ვნახე იმوارდის ნოტებს გავდა ვივალდის სილამაზე ჩაგრენის მე ხმამესმის ვაგნერის ეს ფურცელიც ქართული სინამდვილის გვერდია აკორდებში გართული ეს ჯუზეპე ვერდია მეც უაზროვ ნებამდე ვენდე დოსტა ვენდე სოლს ღამის გათენებამდე ძილში მე მენდელსონს თვალზე ცრემლი როცა ამდის მე ხმამესმის მოცარტის ერთი ლექსით მე მთხოვეს ვეთხოვები ბეთჰოვენს ესეთი რაღაც კლასიკოსებზე აწერილი ლექსი იყო ნუ რა ვიცი ეხლა ლექსი ჩემი აზრით ყველას თავისი აზრი აქვს და განწყობაა მაინც ხო ადამიანს რაღაც აი მაგალითად ჰერდერს ნათქვამი აქვს რომ ამ სამყაროს წვრილი არის ადამიანიო და ადამიანი რთული მოვლენაა რომ აი რა განწყობას გექნება ზოგჯერ სხვანაირ რაღაცას ააჭრებს სხვანაირ სათქმელს დიმიტრიუს ნაძე ჰერდერი შევაჯამოთ და გამოვა პოეზია აი მაგალითად პაპაკარგო მარინერ დედაცვა ასეთი ლექსი აი განწყობა მოიტანა ეს ლექსი ობობების ობები დღეს პოეტთა სიაში აბსტრაქციულ გზნობებით მე ვარ დეპრესიაში ქაოსური ტერციით მადლი მინდა ციური ჩემი ექსისტენციით მე ვარ აბსტრაქციული დრო ყველაზე ეული სივრცის სიღრმეს ვტირი ვარ ელვად გადაქცეული მე ზღვის ზედაპირი ვარ ღმერთო ზღვიდან ამორა იღიმება ვივალდი როგორც მიწას ამონრა აბსტრაქციებს მივარდი მკვდრისფერ გვერდის თვალებში მიწა ნაცნავს იძენდა გული ვერტიკალებში ვერ გამოიღვიძებდა რადგან მადლით ციურით უსასრულო სია ვარ სულ სხვა აბსტრაქციული წმინდა დეპრესია ვარ მე მგონი ძალიან კარგად ჩანს არც კი შეგეკითხები თუ რა არის შენთვის პოეზია, ნუ ეს არის განწყობილება და დანარჩენი ყველაფერი მოყოლილი და ზაბეგზე მე რა დაგაინტერესებთ აბსოლუტურად. ნუ იქ სხვა თემატიკის ლექსებიც არის აქ და შესაბამისად მე წავიკითხო რომ იქ ზოგჯერ ხასიათი ცოტა გამოვკითხოთ არ დამახსოვრდეთ და ასე შემდეგ. შენთვის რა არის პოეზია? ამ თემას დაუბრუნდებოდი რომ ალბათ ჩვენთან არ არის სწორად გაგებული რა ერთი რამ რომ შეიძლება არსებობდეს რამ უამრავი კულტურა და ამ კულტურების თანაარსებობა აი ეს პრობლემატურია დღეს ჩვენთან საქართველოში ამიტომ რომ ამაზე ალბათ რაღაც აქცენტი არ გაკეთებულა განსაკუთრებით ამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში რაღაც მანამდე შეიძლება არც იყო ეს აქტუალური ყოველთვის ვამბობ ამას რომ განსხვავებულ კულტურებს უნდა ვცეთ პატივი რომ ყველა კულტურას აქვს თავისი ნიშა, ყველა კულტურას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი რაღაც ესთეტიური რაღაც საზომები და ასე შემდეგ. ახლა ამაზე ძალიან რთულია კამათი და არც არის საჭირო ეს ჩვენი საქმე არ არის. და შენ მითხარი ესე იგი როგორ შენთვის რა არის? აი ახლა რა თქმა უნდა ერთი როცა სიტყვაზე ვიღაცას ეკითხები ხო ნებისმიერ მკითხველს ან ექიმს აი თქვენთვის რა არის პოეზია იმას შეიძლება თქვას რა იცით რა ოპერაციის შემდეგ მე სახლში მოვდივარ ბალიჟდებდებ თავს და ნუ შოთა იათაშვილის ლექსებს ვკითხულობ მაგალითად ესე იგი მაგრამ აი შენთვის რა პოეტისთვის პოეტისთვის ნუ შეიძლება პოეტისთვის აი იმიტომ ვამბობ რომ შეიძლება რაღაც განსხვავებული მიდგომა იყოს ამ საკითხის მიმართ ხო? მე ესე მგონია რომ რამდენჯერაც არ უნდა დაუსვა პოეტ შეკითხვა ყოველთვის სხვადასხვა პასუხს ხართ. იმიტომ რომ აი მე მგონია ხშირად რა მგონია იცი რომ მე არა ვარ ასე ვთქვათ ეხლა მე ვფიქრობ ეხლა რა პასუხი დავცებ. ბევრჯერ მიფიქრია ხო? 1 საათის მერე კიდე ვკითხავე და კიდე ალბათ სხვა პასუხს გავცებ. ამ წუთას ესეთი აზრებობივი და ჩვენებებს ხო? ჩვენებებს პოეზია არის არა ერთი საბოლოოდ არ არის ესა ინდივიდუალურის და მარადიულის დაჯახება აი ესე იგი პირადული ცხოვრების ადამიანის რომელიც ესე იგი ხან როგორ გამოიხატება ხოლმე ძალიან ნატურალისტური აღწერებით თითქოს აი ამ სფეროში რჩება და არ გადის იქეთკე ხო რაღაცა არის ნუ რაც კაფეა ვიღაც ქალი თბას გაარხევს იქ ჭიქა ყავა რაღაცა ესეთი რაღაცები მე მინდა ეხლა ლექსი უნდა დაიგო
მაგრამ ერთი რაღაცა შეიძლება ვთქვა. მაგრამ მარადიული, აი, რომელიც ეჯახება ყოველთვის აი ამ ყოფითობას. ერთი რაღაცა შეიძლება ვთქვა. კი ბატონო. ერთი არის რომ რა არის პოეტისთვის პოეზია და ახლა კონკრეტულად შოთასთვის ან კონკრეტულად ზურასთვის ან კონკრეტულად ვიღაცისთვის ამ მნიშვნელობა აქვს. საერთოდ და საერთოდ რა არის პოეზია? დღეს აი პოეზია როგორც რაღაც სოციალური მოვლენა რა არის? როგორც აი ფაქტი რა არის დღეს და მან არის ჩემთვის საინტერესო რა რომ აი იყო როცა პოეზია იყო რაღაც ხო დაუშვათ აი 60-იან წლებში საქართველოში ხო ეს იყო რაღაცა წმინდა სახის ლირიკა ძირითადად აი ეს პოეზია იყო ლირიკა რაღაც თოვლი ქარი კაი რაღაცა მე აი 90-იან წლების დასაწყისში იყო რაღაცა პროტესტი უბრალოდ გასოციალურდა ეს პოეზია დაუბრუნდა ამით დაუშვათ მე-19 საუკუნეს როცა მაშინაც პროტესტი იყო ოღონდ აი არის განსხვავება რა ბრძოლი მიზანი რა იყო მიზანშია განსხვავება და აი დღეს ხო არა მე პოეზია ჩემთვის აი განსხვავებით პროზისგან სულთვათ ის არის რა ეროვნული რაღაცა და იმიტომ რომ ენასთან არის დაკავშირებული აი თავიდან ბოლომდე რა ეხლა ნუ რა უნდა თარგმნო ხო ეხლა რაღაც პოეზია მით უმეტეს ქართული რა ბუნებიდან გამომდინარე და აი დღეს რა არის პოეზია? ჩემი აზრით დღეს არის პოეზია რაღაცა ცნობური გართობა უბრალოდ აი რაღაც როგორც სოციალური ფაქტი რა. როგორ ცნობურად ერთობა შოთ, აი მაგალითად არა, შოთები უფრო პრინციპში ცნობური არა, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა სალონური ხასიათი აქვს ხოლმე. აი ზურას ლექსები გასხობება და არა რა ენერგეტიკა არა მე პოლემიკაზე არა მე სხვა რამის თქვა მინდა რომ მე კონკრეტულ პოეტებს კი არ გულისხმობ და კონკრეტულ ლექსებს აი რა არის პოეზია ხდები აი რა არის ჩემთვის მუსიკა ეხლა ხო დაუშვათ აი მე არ ვარ მუსიკოსი ხო მე არ ვარ მუსიკოსი ხო აი რა არის ჩემთვის მუსიკა მაგას ვამბობ აბსოლუტურად მომხმარებლურ დონეზე მაქვს რამე რა ჩავთავ და ტელევიზორში რაც არის იმიტომ რომ მომხმარებელი ვარ და ესე არის პოეზიის მომხმარებლობა. სიტყვა რა თქვი ხო, აი არის სიტყვის ჯადოქრობა, ეს ჯადოა და იმის მერია უკვე სხვა ყველაფერი. ნუ რა ვიცი ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს საუკეთესო მოდელი კომერციულ მხარეზეც და რაღაც ხო ფინანსებზე და ფულზე და მოდი ფულზე წავიკითხავ ერთად. რა თქმა უნდა. ესევე ქვია. ფული. ჩემი ფული ლამაზია. აგერ ყვავილი, ხე, ცა, ჯოკონდა, ისინი ლამაზები არიან, მაგრამ ლამაზია ჩემი ფულით. ის ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები, პატარა და საყვარელი. ისე გაოპრანჭავად მომხიბვლელია, შემიძლია გაჩვენოთ კიდეს, ან ღილყილოზე მივიბნიო ტიტასავით, ჩემი ფული. ის წარმოდგენაა ფერადოვანი, ის ღარიბი დეკორაცია, ის არარსებობის კრიალა კანია, ავახელ და არსებობაში შევალ, იქ სადაც ყვავილია, ხეა, ცა, ჯოკონდა, შევალ, ერთი ბილეთი ჩემთვის, ერთიც თქვენთვის, გპატიჟებთ. იცი, ცხოვრება ლამაზია, თუ მაში ლამაზი ფულით აღწევ. როცა მოხუცდები, ფიქრობ, ჩემი ლამაზი ფული ცხოვრების მუზეუმს გადავცე, მუდმივ ექსპოზიციაში. ადამიანები მოვლენ და დათქმებიან ჩემი ლამაზი ფულის სქერით. ისინი იდგებიან დიდხანს, აღელვებულები, მერე წავლენ სახლებში და იფიქრებენ იმაზე, თუ რა კარგია, როცა გააქვს ლამაზი ცხოვრება, ლამაზი სახლი, ლამაზი ლექსი. ისინი იფიქრებენ იმაზე, თუ რა კარგია, როცა შენი ფული ლამაზია, ისე როგორც შენი ფეხმძიმე. მაგლექს უნდა ერქვას ჯორჯ სოროსის მონოლოგი. აი ახლა რაც შეიძლება რა არის ჩემთვის, იმიტომ რომ აქეთ ერთმა პროზაიკოსმა, ჩემ მეგობარმა უფრო ორივე ჩემ მეგობარია, მაგრამ ახლა ეს მაინც შემოიჭრა. მაინც. უფრო მეტად კოლეგაა, ასე ვთქვათ. ნუ რა არის პოეზია? პოეზია არის ხშირად ჩემთვის ამ წლების განმავლობაში და არა რასაც ახლა დათო ამ ბოლო პერიოდში უყურებს შეიძლება და ახლა ზოგჯერ ხუმრობით რაღაცა წამოწდება ხოლმე საინტერესოა მაგრამ აი ეს განუხორციელებელი რაღაც ბუნტი განუხორციელებელი რაღაც რევოლუციები ერთი რევოლუცია არა აი პატარ-პატარა რევოლუციები რომლებიც აი ჩვენ ვერ შევძელით რომ ეს ამისთვის ხორცი შეგვესხა
კონკრეტულად მე ვერ შევძელია ჩემო მეგობრებმა და აუცილებელი იყო ამის ამოღება, რაღაც ამის ტრანსფორმირება, თუნდაც აი ესეთი ფორმით. რომ ეს რო არ მომხდარიყო, ეს აუცილებლად ამ რევოლუციურ ეხა ჩვენ კიდევ კლავ ტიხარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, რომლის შემდეგ და მაშინ არის სუდი. ხო, აი შენიც დავიწყებ. ტიხარა. ცენზურა მოქმედება. Allman Brothers Band 70-იან წლებში ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფია. იმ პერიოდში მათი მუსიკა ბლუზის, ქანთრისა და ჯაზის ერთგვარი ნაზავი იყო. ბენდის სამხრეთულმა ხასიათმა ბევრ მსგავს ჯგუფს მისცა დასაბამი, ხოლო კომპანია Capricorn Records-ი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხმისჩამწერ კომპანიად აქცია. Allman Brothers Band-ი 1979 წელს დაარსეს ძმებად, Dwayne და Greg Allman-ებმა. თავდაპირველად მუსიკოსები ალბომის ჩაწერას არ ჩქარობდნენ. მათ ორიგინალური ჟღერადობის პოვნა კონცერტებზე სურდათ. ძიების პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე 1979 წლის ბოლოს მათ სადებიუტო ალბომი The Allman Brothers Band გამოუშვეს. მართალია ალბომი 50000 ეგზემპლარად გაიყიდა, მაგრამ მუსიკის მოყვარულთა და კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული მოწონება კი მიიღო კომპოზიციამ Wiping Post. 1970 წელს ჯგუფის მეორე ალბომიც გამოვიდა, რომელშიც Allman-ების სავიზიტო კომპოზიცია In the Memory of Elizabeth Witt შევიდა. სწორედ ამ ალბომიდან იწყება ჯგუფის დიდების წლები. Allman-ების კონცერტები განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო. ხშირად მუსიკოსები იმდენად ერთობოდნენ დაკვირით, რომ მათი კომპოზიციები 40 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. 1971 წლის 29 ოქტომბერს ჯგუფის ისტორიაში პირველი ტრაგედია მოხდა. Dwayne Allman-ი საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. სწორედ ამ პერიოდში ჯგუფი ალბომ Eat a Peach წერდა, რომელშიც საბოლოოდ მხოლოდ 5 სიმღერა შევიდა. Dwayne Allman-ის გარდაცვალება მუსიკოსები დათხოვნა, თუმცა მათ მუსიკალურ კარიერაზე ამას უარყოფითად არ უმოქმედია. ალბომი Eat a Peach ამერიკის ჰიტ-აღლუმის საუკეთესო ათეულში მოხვდა. მომდევნო ალბომის ჩაწერის პროცესში ჯგუფში ისევ ტრაგედია დატრიალდა. ბასისტმა Barry Oakley-მ Dwayne Allman-ის დაღუპვის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა. გზიდან გადავარდა და მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა. მისი ადგილი Lamar Williams-მა დაიკავა და ჯგუფმა შემდეგი ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Brothers and Sisters. ამ პერიოდიდან ჯგუფში ახალი ეპოქა დაიწყო. ბლუზის ადგილი ქანთრიმ დაიკავა და ამით Allman-ების მუსიკა მეტად კომერციული გახდა, ხოლო სიმღერა Ramblin' Man ამერიკული ჰიტ-აღლუმის მეორე საფეხურზე გავიდა. ჯგუფის დაღმასვლა 1974 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდიდან, როდესაც Dickie Bestმა და Greg Allman-მა სოლო მოღვაწეობა დაიწყეს. ამას ისიც დაემატა, რომ Greg-მა ცოლად შერი მოიყვანა და ჰოლივუდური ცხოვრების წესი აირჩია. მუსიკოსის ცხოვრებაში დიდი დრო ნარკოტიკებმა დაიკავეს, ხოლო მუსიკა მინიმალური. Greg-ი მხოლოდ ვოკალური პარტიების ჩასაწერად თუ შედიოდა სტუდიაში. 1976 წელს ჯგუფი დაიშალა. მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ არასოდეს აღარ იმუშავებდნენ Greg Allman-თან. მაგრამ ამ კატეგორიული განცხადების მიუხედავად 1978 წელს ჯგუფი ისევ აღსდგა. სამწუხაროდ ეს მაშინ მოხდა, როდესაც დისკო მუსიკამ დაიწყო აღმოცენება. ამ ფაქტმა Allman-ებზე რა თქმა უნდა დადებითად ვერ იმოქმედა. 80-იან წლებში ჯგუფის შემოქმედებაში დიდი პაუზა დადგა. 1989 წელს კი კომპანია Polygram-მა Allman Brothers Band-ის რეტროსპექტიული 4 დისკიანი ალბომი გამოსცა. ამის შემდეგ ჯგუფმა კიდევ გამოუშვა რამდენიმე ალბომი, რის შემდეგაც აშკარა გახდა, რომ Allman Brothers Band-ის დრო დასრულდა. მიუხედავად ამისა, Allman-ების ძველ შემოქმედებას დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები და მათ კონცერტებს ყოველთვის ბევრი ხალხი ესწრება.
და ბოლოს გადაცემა დასასრულს უახლოვდება. დღეს ჩემი სტუმრები კიდევ დაგვიკითხავენ რაღაც ლექსებს, მაგრამ იმის გამო, რომ დავით ქართველიშვილი არ არის პოეტი და რა თქმა უნდა მის რომანს თუ მანიფესტია თუ რა არის ეს. ყველაფერი ერთად არის. დიდი მადლობა რომ მაჩუქე. დღიურები მირანდასათვის. ხო, მე იმის თქმა მინდა რომ უბრალოდ აი პოეზია რა არის და რაღაც ჩვენ რო გონია საერთოდ ეს ლიტერატურა, როგორც მუსიკოს რო გონია მუსიკა რაღაცა, ხო? არის რაღაცა, ეს არის შენ შიგნით რა გონი და არის კიდე რეალურად ეს რა არის, როგორც ფაქტი რა. აი მაგას ვამბობ და არც ისე მაღალი პოზიციები აქვს ეს ლიტერატურას რეალურად ხალხში, რასაც ქვია და ზუსტად პოეზია ის არის, რომ აი ამ ხალხს აქვს ესეთი მაღალი დამოკიდებულება იმისადმი, რასაც არ აქვს ესეთი დიდი რეიტინგი დღეს და ეგ არის პოეზია უბრალოდ რაღაცა რომ თორე დღეს ყველაფერი ემსგავსება რაღაცა მოდებს, ქარებს, რაღაცა ქარებს აყოლილია ყველაფერი რომ რაღაც ის გუშინ რაც ცუდი იყო უცებ გახდა კარგი და ის ხალხი იძახის რომ კარგიაო ვინც გუშინ რაღაცა ჯვარზე აკრავდა ამ ყველაფერს რომ არ ვარ და ცუდია და ნაგავია და ვერ ნაკლებად ბჯერა და მთავარია თვითონ შენში არ შეიცვალოს დამოკიდებულება რა ამისადმი და ალბათ ის იდეალური დრო ვერ ვიტყვი რომ იდეალური დრო შეიძლება იყოს, მაგრამ ის საუკეთესო პერიოდიც დადგება, როცა აი ჩვენი გემოვნება დაემთხვევა მოდას რა უბრალოდ რა. მთავარია მოდის გამო არ უღალატო შენ გეპირად გემოვნებას რა უბრალოდ და საუკეთესო დამთხოვა იქნება რომ როცა შენი პირადი დამოკიდებულება რაღაც ლიტერატურისადმი იქნება მოდური. Რაღაც დაგვშა რევოლუციის მერე ალბათ 21 საუკუნის რუის ურბნისის კრება უნდა მოვიწვიოთ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ამის ინიციატორები ვერ გავხდებით და ალბათ ჯერჯერობით მაგის დრო არ არის და ალბათ რეფორმები ამ ხრივად უფრო საინტერესო იქნება ამ ხრივ და უფრო აუცილებელი გახდა იმისთვის რაც იმღირებულებებისთვის რაზეც იდგა ჩვენი საზოგადოება და ჩვენ რაც არ უნდა თვალი დავხუჭოთ და რაც არ უნდა თუ გვინდა რომ რაღაცა გამოსწორდეს და რაღაცა საინტერესო მოხდეს. აი თავარია რომ ვიგრძნოთ რომ მარტო ხორცი არ ვარ და სული ვარ. აი ეს თვითონ ცხადია და ეს მოდური თქვათ ეს იმის გულისთვის რომ ხორცის ლიტერატურა, ხორცის მუსიკა, ხორცის თეატრი რაღაცა და ნუ მე შესავალი თულად არ გავაკეთე და მინდა წავიკითხო რა პრინციპში სულის სიგიჟის ცოდნა არის კიდე ერთ რაღაცას ვიტყოდი აი სულ რაღაცა ახალი განმარტებები სიგიჟის ცოდნაა პოეზია რა ძალიან კარგი. აი ესეთი ლექსია სათაურ მარში გაშინოთ ეს მინი პოემა უეპილოგოთ. თუმცა საერთოდ პოემებს არ წერს, მაგრამ პირობითაც. სოფი ლექსებს არ წერს, სოფი პოემებს. კოსმოსი ყლაპავს ვარსკვლავის აბებს. მიყურე როგორ დავბანგო ესცა. რომელი განგა გაიტანს განზე ეპოქის ნაგავს წმინდანს და მეძავს. კოსმოსი ყლაპავს პლანეტის აბებს. ძველი ლოცვებით გაივსო ხახა იმპერიების გამოჩნდა სახე და მოთმინება ვაშლივით დახრა დროა მანახე ისეთი გუნდი ამბოხებული რომ გახვეს ხალხი როცა სტროფი ქადაგებას უდრის როცა ტემბრი კივილია ქარხნის მოკვდა მეფე გაუმარჯოს მეფეს მთავარ დოგმას ისევ ბოდავს ეკო აშებული კოპაკები ყეფენ ვისაც ვერცხლის ფული ერგო ბედუინის მზერი ძომა მექას ბაღდადიდან ალიასკამდე კივი გუშინ ყველას მუხამედი ერქვა გუშინ ყველამ ჩაიარა მწკრივი ყველა პოეტს ვინც მესიას გახვა უპირებო მიუსაჯეს რწმენა, ყველა პოეტს დააკისრეს მარხვა, ვინც ვერ შეძლო კალამბურის წერა. კოსმოსი ყლაპავს ვარსკვლავის აბებს. ლიმუზინებმა გატკეპნეს ეს გზა. გაწიეთ გზიდან ნაგავი განზე ჩვენ დავასრულებთ დაწყებულ მესას. ჩვენ აგზებს დავგვით ცეცხლით და ცოცხლით. რომ გახდეს ცხადი განზრახვა წმინდა, როგორც რკინიგზა ცახცახებს ხორხი და ქარხნის ხმაზე გახკივის გზიდან. კოსმოსი ითვლის ვარსკვლავის აბებს. რკინის დაზგებმა დაბანგეს ესცა ბულდოზერებით გავიტან განზე ყველა პარაზიტ და სულით მეძავს ოლიგარქები იწერენ პირჯვარს რევოლუციამ დარეკა ტაში დააკანონე ღირსებას ნიშნავს რაც ეძვის ნიშანს სასტიკს და საშიშს დააკანონე უკლო ვარდი რომ ყველა მკრეფით იჯეროს გული დააკანონე და ისე წადი რომ მიხაკების არ გაკვეს სული ტაში პოეტს შეუძლია აი ესეთი რამ უთხრას ან ურჩიოს თქვათ ხელისუფალს და ნებისმიერ უფალს ერთი უფლის გარდა რომელიც თქვათ უკავშირდება ისე რუის ურბნისის კრებას აი
უფალი ერთია რა თქმა უნდა. და ალბათ უფალი მიხედავს ამ საკითხს აუცილებლად. ჩვენ კიდევ რა დავშარო ესე. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ყველას წარმატება გისურვოთ. ფოტოშორის აი სანამ დამთავრებულა. მე მინდა გაზეთი ალტერნატივა გაჩუქო, სადაც არის ესე პოეტური ნომერი არის, სუნთლიანად 12-ვე გვერდი არის პოეზია და თანამედროვე ქართველი პოეტები არიან. და კიდე მეორე ნომერი და შეგიძლია რაც ახლა ვერ მოასწარი და კლავ გამოდის ხო გაზეთი. აი დაიწყო გამოსვლა, არ გამოდიოდა კაი ხანი და ძალიან დიდი მადლობა. ახალი ლექსები ჩვენი შალვა ბაკურაძე, თეონა დეკიშვილი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. წარმატება გისურვებთ ყველას და მრავალ საინტერესო შეხვედრას. Adiós. Შეხვდებით მალე.